შემდეგი. ხშირად დიფუზიის გამოწვეული მოვლენებისგან თავის დაცვაც გვიხდება. მაგალითად, როდესაც მეცნიერები უკაცრიელ მიმდინარე ცხოველებიდან ამმავალი აირების ფინჯებს აგროვებენ, ისინი იშლებული არიან ამ დროს აირის წინადები აკავენ, ზოგიერთ თათარი მავნია. ამბობ ნამუშევრის შემდეგი გასაგები. დიფუზია მიმდინარეობს ცოცხალ ორგანიზმებში, ერთად უჯრედებში, როგორც ვიცით, უჯრედებში ყველა ცოცხალი ორგანიზმის ფუნქციური და სტრუქტურული ერთეულია, რომელიც გარედან დაფარულია გარსით, ანუ პლაზმური მემბრანით, რომელსაც ახასიათებს შერჩევითი განმალადობა. შერჩევითი განმალადობა ხორციელდება ოსმოსური ხსნელით და მყარდება კავშირი უჯრედსა და უჯრედს შორის და უჯრედსა და გარემოს შორის. უჯრედში მოხვედრილ ნივთიერებებს შორის ხდება დიფუზია და მიმდინარეობს ქიმიური რეაქციები, რომელთა შედეგად წარმოიქმნება რთული ორგანული ნივთიერებები, ცილები, ცხიმები, ნუკლეინის მჟავები. დიფუზიას უჯრედის შერჩევითა განზრახი მემბრანის გავლით ეწოდება ოსმოსი. საჭირო მასალები 1000 მილიგრამ კიქა, პოლიეთილენი, ერთჯერადი პარკი, სახამებელი ხსნარი, ერთი ჩაის ყოზი სახამებელი, 300 მილიგრამში, იოდის ხსნარი, 10 წვეთი იოდი, 500 მილიგრამში. აი მოხატე. შემდეგი. მოდელი ჩაატარებს და ექსპერიმენტული კვლევის სამსახურის გამოყენების ექსპერიმენტის შეამოწმე ხდება თუ არა დიფუზია პოლიეთილენის მემბრანის გავლით. მემბრანის გასაგები. აბა დიფუზიის მნიშვნელობა ბუნებაში მიმდინარე მრავალი პროცესის დიფუზიით აიხსნება. დიფუზიის გამო აღწევს საგნები ნივთიერება ნიადაგიდან მცენარის თესებში და უწნარლავიდან ცხოველის დისკში. კვების მრეწველობაში პროდუქტების გამარილებისას ბოსტნეული მარილი დიფუზიით აღწევს. დიფუზია მოლეკულები გადაადგილდებიან მაღლიდან დაბალი კონცენტრაციის გარეშე. ვიდრე კონცენტრაცია არ გათანაბრდება დიფუზიის ენერგიას არ ხარჯავს. ზოგიერთ მცირე ზომის მოლეკულა გადაინაცვლებს მემბრანულ ცვლილების წარმოქმნილ ფორმების გავლით. აი ნახატზე შეგავშენ. შემდეგი აბა დაიწყოთ კითხვები. ხალხი როგორც თემის გავრცელება. რა არის სიხეთის ეთნამეთის შერევის მიზეზი? აბა ვინაიდან ბა მოწიფოთ აბა თვითონ თამარია. სულის გავრცელება დიფუზიის საშუალებით ხდება. დიფუზიის შემთხვევაში მოლეკულები ერთმანეთში ერევიან და წარმოიქმნება სული. სივრცეების შერევა ერთმანეთთან როგორ ხდება ბავშვო? გაიხსენეთ? აბა შემდეგი. ნიუტრალიზაციის ჩარევას ერთმანეთში შერევის მოვლენას დიფუზია აბა დიფუზია ცოცხალ ორგანიზმებში, აირებში, სითხეებსა და მყარ ნივთიერებებში. მიმდინარეობს, ხო? ეკრანზე ჩვენ რა ხედავთ ეს ამბიციოზი როგორი დიფუზია რა მიმდინარეობს?